კარგად იცი რომ არ მსიამოვნებ შენი დანახვა. ამიტომ ძალიან გთხოვ. მითხარი თუ რამე გაქვს სათქმელი და წადე. არც მე არ ვაპირებ დიდხანს დარჩენას. ამ რამდენიმე დღის წინ ჩემთან ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა 35 წლის. ისევ გაკითხავენ ახალგაზრდა ბიჭები? ამ ახალგაზრდა ბიჭმა გამომიცხადა შენი შვილი ვარ. გამაშვილეს და ახლა გავიგეო. მაგარი სპექტაკლი დაუდგამს. რაღაც არ ამგონია რომ ეს სპექტაკლი იყოს. გემუდარებით. გემუდარებით მითხარით ამასთან თუ რამე გაქვთ კავშირი. ჩემი შვილი ცოცხალია? აი ახლა მოდიხარ. და აი ამ სისურელებს მეკითხები, მარინა. მოკვდა შენი შვილი, მარინა, მოკვდა, გაიგე? მე შეიძლება ძლად არ მომწონდე, მაგრამ მე არც ისეთი მხეცი ვარ, რომ ჩემს სისხლსა და ხორცს ჩემს შვილს შვილი წავართვა და გავაშვილო. აბა ის იტყუება? აბა მე ვიტყუები? ვიღაცა უცხოს, ვიღაც გამლელს უჯერებ და მე მაბრალებ. მე არაფერს არ ვაბრალებ. უბრალოდ მე მინდა სიმართლე ვიცოდე. სიმართლე ის არის, რომ შენ არც დედათ არ ვარგე. გესმის? 2 თვით ადრე დაგეწყო, მარინა მშობიარობა და შენი შვილი აი ამ უბედურებას შეეწირა, როგორ არ გესმის, კაცო? აი ახლა თუ კიდევ რამე არა გაქვს დასაბრალებელი, ძალიან გთხოვე ხა ადექი და წადე. შენ ჟოლოს ჩაი ხო? შენ კაპუჩინო. როგორც ყოველთვის. და 2 ბრაუნი. ან 1 ბრაუნი და 1 ჩიზკეიკი და რამე გავცვალოთ. კაი იდეა იყო სიკრეტი. უკაცრავად. გამარჯობა. რესინებებთ? რას და 1 კაპუჩინო, 1 ჟოლოს ჩაი, 1 ბრაუნი და 1 კლასიკური ჩიზკეიკი. კი ბატონო. მადლობა. ისე მიყვარს. შენთან ერთად რო ვარ და ხალხთან კომუნიკაცია არ მიწევს რა. ყოველთვის თქვენ სამსახურში მიგულეთ. შენები არიან? ხო. გელო, ხო იცი, რამდენი ხანიც გინდა, იმდენი ხანი შეგიძლია იყო ჩემთან. მაგრამ სოფი დღეში რამდენჯერმე მირეკავს და ძალიან მიტყდება ამდენი ტყუილი რა. ნერვიულობ შენზე. კაირალი ზინ. ნერვიულობენ იმაზე, რომ სახლში არ ვარ და ვერ მაკონტროლებენ. კაირალი. ხო იცი, რომ მაინც შენი მშობლები არიან და როგორც არ უნდა გაწყენინონ, ეგ არ შეიცვლება. ვიცი. მაგრამ იქნებ ის მაინც შეიგნონ და ისწავლონ, რომ ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მაგათი გადასაწყვეტი არ არის. და თან ახლა სახლში რო დაუბრუნდე, გამოდის რომ ტყუილა წამოვედი. და არაფერი არ შეიცვლება. არ გეუბნები სახლში დაბრუნდი თქო. უბრალოდ ის მაინც გააგებინე, რომ კარგად ხარ და არაფერი გიჭირს. თორე რა იცი, რას ფიქრობ? არ ვიცი რა. ხო არ იცი, მაგრამ მე ვიცი და გეუბნები, რომ ეგრეა სწორი. ხო, მაგრამ მაგათი კარგად ყოფნის და ჩემი კარგად ყოფნის აღქმა სხვადასხვანაირია. ლილო, მინიმუმ ის მაინც ეცოდინებათ, რომ ცოცხალი ხარ. ეგ ისაც იციან. ხო, კარგი დავურეკავ. და ვეტყვი, რომ კარგად ვარ. ხო, აი ეგრე. მაგრამ სად ვარ მაგას ვერ გაიგებენ. რატო არ სვამე? სვა. რა გჭირს? ამეზე ნერვი იყო? არა, რაზე უნდა ნერვიულობდი. ავიღალე რა უბრალოდ. ხო და რო აღარ დავიღალოთ, მაგიტო გადავწყვიტეთ, რომ ახალი თანამშრომელი დავიმატოთ. გაიდეა. ეგრე აღარ გავწყვდებით ხოლმე. კობა რა გჭირს? არაფერი. რა არაფერი, ბიჭო, სადღაც დაფრინო. აი მორჩი ეხა პრანჭოას და მითხარი რა.
ხო არ ვიცი კასპერ რა გავაკეთო. რა ხდება, კობა, რამეს მიმალა? ხო არ ვიცი როგორ უნდა მითხრა. ადე კიდე პირდაპირ მითხარი რა. ედაკეთი ერთად ვართ. რა? ედაკეთი ერთმანეთს ხვდებით. ვინ ქეთი ბიჭო? ვინ ქეთი ბიჭო? მარიამის ბავშვობის მეგობარი? კასპერ უნდა არაფერი არ დამიგეგმავს მე. ყველაფერი თავისით მოხდა. ერთმანეთის მიმართ ცნობები გაგვიჩნდა და ვიცი რა საშინლათაც ჟღერს ეს ყველაფერი. აი ისიც ვიცი როგორ მიიღებს უმრავლესობა ამას. არ ვიცი ძმო. ისიც არ ვიცი როგორი რეაქცია უნდა მქონოდა ახლა. უბრალოდ აი ძალიან მოულოდნელი იყო ახლა ჩემთვის ეს. არ ვიცი რა გავაკეთო. საკუთარ თავს ვერც მე ვერ ვუგებ. შეგრძნება მაქვს სულ რომ რაღაცას ვაშავებ და ვღალატობ. მაგრამ არც ის ვიცი რა მოვუხერხო საკუთარ თავს. გრძნობებს რა უნდა მოვუხერხო არ ვიცი. კობა, ხო იცი რომ ჩემი ძმა ხარ. მაგრამ მარიამიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. უბრალოდ რაღაცა რომ მჭირდება რომ ეს ყველაფერი გავიაზრო და გვერდში დაგიდგე რა. ეხლა კიდე ჩვენ უნდა ველოდოთ ამ ქალს? მოვა 5 წუთი გადასტამოთ. ვანგრევ მეგობრის ოჯახებს და ცოტა დამაგვიანდება. ეკა მომისმინე მეც ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ გეხოცები ცოტა ადეკვატურად დავხვდეთ რა. აჰა, მოვიდა. მეგონა მოგასწრაფდით, მაგრამ ისეთი საცობი იყო, რომ კიდე კაი საერთოდ მოვედი. არა უშავს ქეთ, დაგვიანება და საცობი რო იყოს შენი პრობლემა, ნამდვილად გაპატიებდით. მოხდა რამე? არ ვიცი, შენთვის შეიძლება არაფერი და ხშირად იქცევი ესე და ჩვენთვის ნამდვილად მოხდა. რაზე საუბრობ? ოკეთ ძალიან გთხოვ რა. აი გეხვეწები. არ ვილა ეხეს რაღაც მოჩვენებითი საუბრები და რაღაცები. ყველაფერი ვიცით. შენ და კობა დაგინახეთ. რა ყველაფერი? ის რომ შენი მეგობის ქმართან დაცურები და ნუ იშტერებ ახლა თავს ძალიან გთხოვ, უფრო ნერვები მეშლება. ყველაფერი ეგრე მარტივად არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ. მარტივად? როგორ მარტივად? ის რომ მე ცუდი ადამიანი ვარ, ცუდი მეგობარი ვარ და ეგოისტი ვარ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ. ოჩახ ქეთი, რა კარგად დაახასიათე შენი თავი, ნამდვილად ესეა. შეგიძლიათ 2 წამი მომისმინოთ და ჩემიც გაიგოთ. აი გისმენთ. მოусმინოთ რა მოყავ. მე და კობა მარიმ და ვიცნობდით ერთმანეთს.
ვიცი რომ ეს არაფერს ნიშნავს, თუმცა სანამ მარიამი და კობა გახდებოდნენ, მე და კობა უკვე მეგობრობდით. დიდი ხანი არ ვაღიარებდი საკუთარ თავთან, რომ კობასადმი გრძნობები მქონდა. თუმცა რაღაც ეტაპის მერე აზრი აღარ მქონდა, აშკარა იყო. სანამ მე საკუთარ თავს ამაში გამოუტყდებოდი, მანამდე მარიამს და კობას ერთმანეთი შევყვარდით. ჩემთვის ეს შოკი იყო. არ ვიცოდი რა მექნა, არ ვიცოდი რა მეთქვა. სწორედ ამიტომ ვცდილობდი რომ ნაკლებად მეკონტაქტა თქვენთან და უფრო მეტად საქმით ყოფილიყავი დაკვებული, რომ ამაზე არ მეფიქრე. ერთ დღესაც როცა მარიამი ამოვიდა ჩემთან და ახარა რომ ის და კობა დაინიშნენ, ცუდად გავხდი. და ჩემი რეაქციით მიხვდა ყველაფერს. ხა ამ ისტორიით გინდა რომ თავი გაიმართლო? თავის გამართლებას არ ვცდილობ. ამით იმის თქმა მინდა რომ მარიამი ჩემზე იმის გამო არ იყო ნაწყენი, რომ მე კობასადმი გრძნობა მქონდა. მარიამი იმიტომ იყო გაბრაზებული, რომ მე მარიამისთვის მანამდე არაფერი მithქვამს. ხვდებოდი რამდენად სერიოზულად იყო ყველაფერი და იმასაც ვაცნობიერებდი, რომ მარიამი საკუთარ თავს დაიდანაშაულებდა და თუ მე ცუდად ვიქნებოდი, ის კობასთან აღარ დარჩებოდა. სწორედ ამიტომ მივწერე გრძელი მესიჯი, სადაც ყველაფერი აუხსენი და ურთიერთობა გავწყვეტე. მაგის მერე მე მარიამი აღარ მინახავს. არ მინდოდა ჩემთვის ჩემ ორ უსაყვარლეს ადამიანს ჩემ გამო გულით გენოდეთ. რა გული გაქვთ? და ჩვენ რო საერთოდ სხვა ვარიანტი ვიცოდით ამ ისტორიის. საერთოდ რატო უნდა დაგიჭერო? ეს დღეები ხშირად ვფიქრობ ამაზე. სწორედ ამიტომ თან დამაქვს ჩემი ძველი ტელეფონი და თავიდან ვკითხულობ ყველა მესიჯს. შეგიძლიათ წაიკითხოთ. მე მესმის რამდენად გიმნაულია ეს თქვენთვის და იმასაც ხვდები, რომ შეიძლება ვერ გამიგოთ. თუმცა ჩემი დამოკიდებულება ელენისადმი და თუნდაც კობასადმი ნამდვილია. დამით არავის დაზარალებას არ ვცდილობ. ეს არც არასდროს მიცდია. ნახავ ახლა? კი.